გრძელდება ჩვენი პროგრამა, თქვენ უყურებთ დღე პირველ არხზე, გოგა ჩართოვანი მუშაობს თქვენთან ერთად 2 საათამდე და როგორი ლამაზი გოგოები მყავს დღეს მე სტუმრად და როგორი წარმატებულები. საერთოდ ძალიან ბედნიერი დამაყი ვარ ხოლმე, როდესაც სპორტულ წარმატებებზე მაქვს საუბარი, განსაკუთრებით აპატიებს ყველა, მაგრამ განსაკუთრებით ამ წარმატებას მანდილოსნები აღწევენ და თან ისეთი ლამაზი გოგოები, რომლებიც ახლა არიან ჩვენთან სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი შემოგხედავთ მაყურებელი, თქვენ ძალიან კარგად გისურვებთ, იმიტომ რომ ძალიან შორს გაუთქვით სახელი ჩვენს ქვეყანას და ძალიან ხშირად საბედნიეროდ არის მედიის დღის წესრიგში თქვენი სახელები და გვარები, იმიტომ რომ ბევრი წარმატება გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მე მაინც ვინც შეიძლება არ ახლა ასეთი აპატიეთ, მაგრამ ვინმე შეიძლება იყოს, ვინც არ იცოდეს ამასთან დაკავშირებით, ეს არიან ჩვენი პარამოფარიკავები, ნინი თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი, რომლებმაც კიდევ ერთხელ გვასახელეს და აიღეს პიზის, ასე ვთქვათ, ტურნირზე, საერთაშორისო თასის ტურნირზე აიღეს ძალიან ბევრი, ჩამოთვლიან თვითონ ძალიან ბევრი მედალი. ესე იგი და ძალიან უცნაურია ის, რომ უცნაური ხშირად არ ხდება, ხოლმე როდესაც ერთმანეთსაც კი შეეჯიბრნენ, ესე ვთქვათ, ნახევარფინალში და ეს ქართული ნახევარფინალი შედგა, ხო, როგორც მე ვიცი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ გუნდურში მათ აიღეს პირველი ადგილი და ჩამოიტანეს ყველაზე საპატიო, ასე ვთქვათ, ტიტული. ამას გარდა ინდივიდუალურში ბრინჯაო, ვერცხლი და ასე შემდეგ. ძალიან მე არ მიყვარს ხოლმე გოგოებო დაყოფა ზოგადად, მაინც პირობითად ქვია, ვთქვათ, სპორტს პარაოლიმპიელი, პარასპორტსმენი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სპორტია და ისეთსავ ენერგიას მოითხოვს ნებისმიერ ადამიანისაგან, რომელიც აუცილებლად ჩაიდოს იმაში, რომ მიაღწიოს საბოლოო ჯამში წარმატებას. ბევრი ისრომო თან ასე კარგად გამოიყურებოდა, როგორც თქვენ გამოიყურებით, ეს არის ხოლმე ძალიან ჩემთვის ამოუცნობი ხოლმე, იგივე მოჭიდავეები, რაღაცა გონია რომ ისე და ამ დროს მოდის ნაზი ისეთი ადამიანი, რომელსაც ხმალი უჭირავს ხელში და არის ერთთან ბავში და ამ დროს მოვიდა მშვენიერი ორი გოგო. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაიმარჯვეთ, იმისათვის, რომ გვასახელეთ და იმისათვის, რომ ჩვენთან ახართ. ეხლა მინდა დეტალურად თქვენგან მოვისმინო. მნიშვნელობაზე თვითონ ამ ტურნირის პირველ ყოვლისა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი და რამდენად რთული იყო თქვენთვის მონაწილეობა იმ მხრივ, რომ კონკურენტები რამდენად მაღალი კლასის და ოსტატობის ადამიანები იყვნენ. მოგესალმებით, ბატონო გოგა, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. საკმაოდ კონკურენტუნარიანი შეჯიბრი იყო, ვინაიდან და რადგანაც ჩინეთის გარდა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და მოხარულები ვართ, რომ შევძელით ჩამოვიტანეთ ოქროს მედალი გუნდურში და აგრეთვე ინდივიდუალურში. ვფიქრობ, რომ კარგად ვიასპარეზეთ. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი, რაც არის ინდივიდუალურის, ის რომ ფინალში არ შევხვდით ერთმანეთს და შევხვდით ნახევარფინალში. ხო, მაგრამ არა უშავს ეგეთ. ფინალები წინა გვაქვს. კი. ასე რომ ვიტყოდეთ, ეს კარგი დასაწყისია, როგორ საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ყველაზე უფრო რთული კონკურენტი, თუნდაც აი გუნდურისთვის ფინალში და აი ტაილანდის ნაკრები, რომელთაც თქვენ შეხვდით, არა ეს გამარჯვება რთულად მოსაპოვებელი იყო, თუ ნუ ახლა კი არის ის კარგები პრინციპში და ადვილად დავამარცხეთ. ასეთი მდგომარეობა გქონდა? დიახ, მეც მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყველაზე ძლიერი კონკურენტი ჩვენთვის პირადში, ნუ ჩვენთვის ფინალში ვისთან დავმარცხდი პოლონელი მოფარიკავე და ასევე გუნდურშიც, თუმცა გუნდურში მინდა აღვნიშნო, რომ იმდენად კარგად დავგეგმეთ ყველაფერი, გვანცამ დაასრულა. ეს ნახევარ ფინალში გადასასვლელი ბრძოლა იყო და პოლონეთთან გვქონდა ბრძოლა ტაილანდამდე და ეს ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ვიტყვი, რომ პოლონეთთან ბრძოლა თიბიმ გადატეხა, იმიტომ რომ ანგარიში თუ აგებდით 20-ით 12-ს ბრძოლა იყო 25-მდე და შევიდა თიბი პოლონელ მოფარიკავესთან, შევიდა კი არა მეხივით დაეცა თქო მე ვიტყოდი. საწყალი გოგო შემეცოდა. ესეთში ჩააგდო არა. და ესე ამოქაჩა რა. საბოლოო ჯამში 25-ით 23 დასრულდა ჩვენი გამარჯვებით და მე უკვე თიბის ენერგეტიკა გადმომედო მეც და ისე გვანცამ წერტილი არა მოვასწრეთ პოლონელები. საწყალი პოლონელი. და ასევე ჩვენი მესამე გოგო ირმა ხეცურიანი, რომელიც ჩვენთან ერთად არ იმყოფება, მაგრამ ირმამაც სასწაულად იასპარეზა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი ყავს და ძალიან გვეიმედება ერთმანეთი. პრიზები რა იყო ამ შემთხვევაში? ეს იყო მედლები, აი ხლა კარგი კითხვა. ძალიან კარგი კითხვა. ოპერატორს თხოვა შეიძლება. აი ეს გახლდათ ჩვენი პრიზები.
თუ ჩანს, რომელიც ერთ-ერთი მათგანი მგზავრობისას გატყდა სამწუხაროდ და ეს არის ჩვენი გუნდურის ოქრო. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც медали არ მოგცეს და მოგცეს ასეთი ჯილდო. ხოლო მეორე ჯილდოს რაც შეეხება, ფარდა უნდა აეხადოს ყველაფერს, იმიტომ რომ ამ ჯილდოთ თუ ვიმსჯელებთ, გახლავართ დაშნით მოფარიკავე B კატეგორია მამაკაცი, ასე რომ ისე იგი ესეთი რაღაცები იქაც ხდება, რა საოცარი რამეა. იცით რა, ეჭვი მაქვს, რომ ეს ერთგვარი ყველაფერი შემთხვევით, არაფერი შემთხვევით არ ხდება, ყველა ზემოდან იყრალსა. ალბათ მამაკაცებშიც ტურნირშიც უნდა მიიღოთ მონაწილეობა და ისინიც უნდა დაამარცხოთ. ეჭვი მაქვს, რომ ერთი ესეთი ესეთ ტურნირებში, ქალებში, რომელსაც მამაკაცთა შორის აიღო საერთაშორისო ოსტატის წოდება იყო, არის ნონა გაფრინდაშვილი და აი მე მგონი თქვენ შეგიძლიათ რომ მიიღოთ მონაწილეობა. ეს იყო რაღაცა ნიშანი ამასთან დაკავშირებით. ისე მინდოდა მეკითხა მართლა. არის განსხვავება თქვენ ფიქრ ხა ძალიან ისეთ კითხვას ავსვავ. გიფიქრიათ რომ აი მამაკაცებთანაც ქონოდათ და არის თუ არა ამაში რაღაც გარკვეული განსხვავება მაინც და რთულია ვითომ უფრო თუ არც ისე. ისი დამარცხება მამაკაცის. დიახ, რა თქმა უნდა, თანასწორები ვართ ყველაფერში. დიახ, მაგრამ რა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურად უფრო ძლიერია ვიდრე ქალი და ფარიკაობაში ჩანს ხოლმე ეს. თუმცა, როდესაც შეკრებაზე ვიმყოფებით ხოლმე, ხშირად გვიწევს მამაკაცებთან ფარიკაობა და არ ვაკლებთ, ვუგებთ კიდევაც ხშირად, თუმცა დალურჯებულებიც გამოვდივართ ბრძოლიდან. აღსანიშნავია ეს ფაქტორი, ჩვენ არ გვყავს მამაკაცი არამოფარიკავე, თუმცა საერთაშორისო ტურნირებზე იმართება ეგრეთ წოდებული მიქსი, სადაც მამაკაცებიც ფარიკაობენ, გოგოებიც ფარიკაობენ და კი. საინტერესოა ეს. ამ შემთხვევაში გოგოც ხდება ბიჭს ფარიკაობის დროს. ჩვენ არ გქონიათ ესეთი შემთხვევა. ჩვენ არ გვყავს მოფარიკავე ბიჭი. ჩვენ არ გვყავს და მაგითო. ეხლა კიდე რა მაინტერესებს, თვითონ ეხლა უკვე სპეციფიკიდან გამომდინარე, მაინც მაყურებელმა რომ უფრო კარგად გაიგოს. რა არის განსაკუთრებული სირთულე, რომელსაც თქვენ აწყდებით ხოლმე ასეთ დროს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამ სპორტის სამსახიობას, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწრაფი რეაქცია. აი, სხვაგან თუ შეიძლება რომ ცოტა ეს რეაქცია ნაკლებად იყოს ისეთი ზოგიერთი სპორტის სახეობაში, აქ მომენტალური რეაქცია არის საჭირო, იმიტომ რომ წამის მეათასადებში შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს. აი, ყველაზე დიდი სირთულე, როდესაც თქვა ამ შემთხვევაში ეტლით მოფარიკავე ხარ, აი რაში ამ სისწრაფის ოსტატობაში, ხელში, მართვაში თქვენ ხო არა მარტო მართავთ ხელს ამ შემთხვევაში, ეხლა ხსნი მაყურებლისთვისაც, არამედ თვითონ ამასაც თუ არ მართავთ, სამსტეს გაჩერებული, დაფიქსირებულია. ხო, აი მინდა რომ ეს ყველაფერი კარგად იცოდეს მაყურებელმა. ფიქსირდება სპეციალურ პლატფორმაზე, რომლიდანაც ერთადერთი შეიძლება თუ საჭირო მომენტში ხელი სწორად არ მოკიდე გადმოვარდე, თუმცა თვითონ ეტლი არ მოძრაობს. აი ესეც უნდა ვიცოდეთ. და რაც ზოგჯერ გონიათ ხო ეს ეტლით მოძრაობს. არა, ეტლით არ დავგორავთ და ისე არ ფარიკავთ. არა, ხო და რაც შეეხება სირთულეს, მე ვფიქრობ ინდივიდუალურია, თუმცა საერთო ჯამში ტაიმინგს რომ ეძახიან სწორი დრო, ხო, დროის სწორი მართვა, აი ეგ არის მთავარი. მაგრამ აი ფიზიკური მაგალითად როცა ზიხარ, ხო სიმაღლესაც გააჩნია, ხელის სიგრძეს გააჩნია. აი ამას აქვს ყველაფერს მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ძალიან გრძელი ხელი კონცხობ, ჩვენ დაფიქსირებული ხარ და ახლოსაც ის უფრო ახლოს მოვიდეს ამ თავისი ხილთან დაშნით შენამდე, ვიდრე შენ მიხვიდე მასთან. იცით რა, ამას ზომავენ ხოლმე, ვთქვათ, ამას ითვალისწინებენ? კი, თვითონ მოწინააღმდეგესთან ინდივიდუალური მანძილია. მანძილები არის ინდივიდუალური. ერთ მოფარიკავეს აქვს მოხრილი ხელი, ხოლო მეორეს გაშრელი, ვისაც უფრო მოკლე ხელი აქვს, იმისი იარაღი უჭირავს და თან ის სიგრძე უნდა მოვიდეს მოხრილ ხელთან. ბევრი მარიცის ეს სპეციფიკა ძალიან საინტერესოა. დიახ, თუმცა ფიზიკურად მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტებში შეიძლება გამოიყენო ისიც, რომ ძალიან გრძელი იყო და მაღალი და ასევე თუ შედარებით დაბალი ხარ, პირიქით უფრო გამოიყენო ეს სისწრაფეში. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი მაინც მიდის აზროვნებასთან და ტვინთან, იმიტომ რომ ფარიკაობის დროს უნდა მიიღო ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება. ანუ რეალურად დრო არ გაქვს და თან ყველაზე რთული ის არის, რომ შენ გაქვს შენი სტრატეგია დაგეგმილი, თუმცა ამავე დროს შუა ბრძოლის პროცესში უნდა ამოიცნო მოწინააღმდეგის სტრატეგია. შეიძლება შეიცვალოს ეს სტრატეგია სრულიად. და თან ორივე მოფარიკავე
უკრავეთ ცდილობს რომ ერთმანეთი რაღაცებში მოატყუოს, სპეციალურად რაღაცებში წამოაგოს და აი ძალიან რთული კომბინაციებია და მაინც ყველაფერი მიდის საზროვნო სწრაფ ფსიქოლოგიურ მდგრადობასთან ალბათ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ყველა სპორტის სახეობაში. ეხლა რა მაინტერესებს, თქვენ კიდე რა ტურნირები გელით და რისთვის ემზადებით ეხლა და საიდან უნდა ჩამოიტანოთ, იმედი მაქვს უფრო შესახედავად სასიამოვნო და კარგად რომ გამოიყურებოდეს ისეთი პრიზები. ამ სუვენირებს აღარ დაგვირიგებენ. იმედი ამ სუვენირებს აღარ დაარიგებენ. როგორც გვეკუთვნის, შემდეგი ტურნირი ძალიან მალე გაიმართება, 18 მარტს იწყება უნგრეთში, ბუდაპეშტში. ჩვენ 2 მარტიდან ვაახლებთ უკვე ვარჯიშს და გამოდის რომ ფაქტობრივად 2 კვირა გვაქვს მოსამზადებლად, ასე ვთქვათ, მოსახურებლად, რომ წავიდეთ შეჯიბრზე და საკმაოდ კონკურენტუნარიანი შეჯიბრი იქნება, შემდეგი შეჯიბრიც და ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდებით რომ გავაკეთოთ ჩვენი საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, რომ ეცდებით კი არა გააკეთებთ კიდეც, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ და ეხლა როდესაც სოფლიო ასპარეზზე გადის ადამიანი, გადის გუნდი, ეს უკვე იმდენად დიდ მოტივაციას გასძლევს შენ თვითონაც იმისათვის, რომ ხედან დაბრუნდე, შენი დროშა აღიმართოს და იყო ძალიან ბედნიერი. აი, განსაკუთრებულად როგორც მე ხვდები, იქ შეიგრძნობ პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს, შენი თავის გარკვეულწილად სიამაყეს და ღირსებას, რომ შენ ეს შეძელი და მოახერხე და გააკეთე, მე გისურვებ, რომ ესეთი ეტაპები თქვენ ცხოვრებაში იყოს ძალიან ბევრი. სიამაყის გრძნობა, როდესაც ჩახედავ რეიტინგს და ხედავ, რომ ირმა ხეცურიანი მსოფლიოს პირველი ნომერია რეიტინგში, ჩახედავ რეიტინგს და ხედავ, რომ ნაკრები არის პირველი ნომერი, მე და ნინა ტოპ 3-ში ვართ, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი შედეგია, ოღონდ ამ შედეგს შენარჩუნება უნდა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. და მზად ხართ. 2026 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკვე ოქტომბრიდან იქნება ევროპის ჩემპიონატი, საიდანაც დაიწყება უკვე პარაოლიმპიადისთვის გაიხსნება სპეციალური სარეიტინგო ფანჯარა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ რეიტინგი კარგად შევინარჩუნოს და პარაოლიმპიადაზე. მაგაში ეჭვია მე პარალელურად შევინარჩუნებ. სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან სტუდიაში ყავით და სხვათა შორის აი ალბათ არ ვიცი რამდენი ადამიანის სიცოცხლეც და რამდენი ადამიანის ცხოვრებაც თან შეეწირა თავის დროზე ვენეციაში, როდესაც დუელებში და დაშნით და ხმლით ფარიკაობდნენ და ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული იყო იტალია ამ ხრივ ზოგადად, თავისი ტრადიციულად, ისე როგორც ზოგადად შუა საუკუნეების ევროპა და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფერადოვანი სანახაობა ყოველთვის არის ხოლმე ვენეციაში, ვენეციის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი არის კოსტიუმირებული ყველაფერი, მათაც ძალიან ხშირად უკეთიათ სწორედ ბევრი ასე ვთქვათ იარაღი დაშნა რაპირა და ძალიან ბევრი ხმალი და ყველაფერი, იმიტომ რომ აქედან მოდის და იღებს საწყის თქვენი სპორტის სახეობაც. მე ვფიქრობ, რომ მე კი ვერ დავესწარი ვერასდროს ვენეციის ამ ფესტივალს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მე დავესწრები, იმიტომ რომ მართლაც გაპრული სანახაობა, ეხლა გაგრას ოლიმპიადის პარალელურად იყო ეს ჩატარდა სწორედაც რომ ეს სანახაობა საოცარი და მარიამ ნოზაძეს ჰქონდა ბედნიერება, რომ კარგად გაცნობოდა ამ ყველაფერს ჩვენ ჟურნალისტ და მე და თქვენ ახლა ერთად ვნახავთ ამ ფერადოვან რეპორტაჟს და მე კი თქვენ დაგემშვიდობებით და ვუთმობ ეკრანს მარიამს.